აი დაპირებული კრაფინიც მოგიტანეთ. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. გამოვაცხე კრაფინი. ეს ცომი პასკის ცომისგან განსხვავდება იმით, რომ ნაკლები შაქარი აქვს, არ არის ძალიან ტკბილი. ერთი გამოვაცხე თხილეულით, მეორე ვარიანტი არის ჭირებით. შავი ქლიავის ჭირი, ფინიკი, ქიშმიში და ასე შემდეგ წუკატებით. ახლა კი დავიწყოთ და გეტყვით რა გვჭირდება კრაფინის მოსამზადებლად. ინგრედიენტების საერთო რაოდენობიდან ვიღებთ 2 კოვს შაქარს, 2 კოვს ქვის ცოტა ოდერძეს და ვაყენებთ აპარას. მანდავდებ თვილადგილად 2 კვერცხისა და 2 კვერცხის გულისაგან ვაკეთებ გოგლი მოგშაქართან ერთად, რა თქმა უნდა, მარილი და ვანილი. ძალიან უხდება თაფლი, მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. ვინც ალერგიული ხართ, რა თქმა უნდა, თაფლი შეგძეთ არ გაუკეთოთ. მომზადოთ გოგლი მოგლი, ჩავუმატოთ დარჩენილი ერთზე. ქვილი, თავაკე შევცვალოთ მიქსერს, თუ ხელით ვძელთ, რა თქმა უნდა, ხელით მოვძელთ ჩვეულებრივ ცომს. იზრდება ძალიან მსუბუქი და აეროვანი ცომი. ბრიუშის ცომს გავს, ზუსტად ბრიუშის ესეთ იზრდება და ვფიქრობ ძალიან კარგი გამოდის. კარგად ამოსულ აპარს გადავურევთ ბოლოს და მოვზელთ კარგ მსუბუქ ცომს. ასევე ვუკეთებ ფორთოხლის ცედრას და ლემონის ცედრას, რომელიც მაქვს შაქართან ერთად შენახული ყოველთვის და ცომეულში ვიყენებ, ძალიან უხდება. კონიაკში დაყენებული ცოტა ოდენი სანელებლები, რომელიც პასტაში გამოვიყენე, ესეც მართლა ძალიან მოუხდა. მოვზელთ კარგ ელასტიურ ცომს და გადმოვიტანთ სამუშაო დაფაზე. ამ ცომს ყოფთ 2 ნაწილად. მე ახლა 2 პორცია მაქვს გაკეთებული და გამომევიდა 4 გუნდა, მაგრამ აღნიშნული რეცეპტით გამოდის 2 გუნდა, რომელსაც მე თქვენ ჩაგანიშნებთ. ცომი გავაბტყელე სამუშაო დაფაზე, გადავუსვი დარბილებული კარაქი, დაახლოებით 50 გრამი უნდა ერთ ცალს. შემდეგ მოვაყარე ქიშმიში, შავი ქლიავის ჭირი, ფინიკი, წუკატები ფორთოხლის, რომელსაც თავად ვამზადებ ყოველთვის. მე სეზამი მოვაყარე, შავი სეზამი, თეთრი ძალიან უხდება. ეს ცომი გადავახვიე გავჭერი შუაზე და ნახავთ თქვენ ვიდეოში როგორ ვახვევ. შემდეგ გადავიტანე პასკის საცხობ ქაღალდებში და გამოვაცხვე 140 გრადუსზე სადღაც 1 საათი. ეს არის 800 გრამიანი ფორმები და ამ ფორმებში დაახლოებით 1 საათი ცხებოდა. მოკლედ ვიდეო საკმაოდ ვრცელი გამოვიდა, მაგრამ ვფიქრობ ინფორმაციული იყო და ვისაც აინტერესებს ნახავთ და გააკეთებთ ჩემსავით კრაფინებს. დიდი მადლობა ვინც მიყურებდით. თუ რაიმე გაინტერესებთ, მომწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ. ეს კი მეორე ვერსიაა. აქ გამოვიყენე დაფქვილი ნუში, თხილი, ნიგოზი, ფისტა და ასევე შოკოლადი. ზოგადად ამ ცომზე კარაქს რომ უსვამენ აყრიან შაქარს და მე არ ვიყენებ შაქარს, ზედი შაქარი ვფიქრობ რომ არ არის საჭირო, ამიტომ მოვაყარე შოკოლადის მარცვალი, რაც ცოტა სითბოს მისცემდა. აი სულ ეს არის, გავაკეთეთ 2 სახეობა. თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა თხილეული ან ჭირეული ან შეცვალოთ უბრალოდ რაღაცა და თქვენი გემოვნებით მოამზადოთ. მადლობა ყველას, ვინც ამდენ ხანს ჩემს გვერდით იყავით. მე კი მინდა მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალთა სასწაული, ბრავას დაესწარით, უფალი გფარავდით. მადლობა, დროებით.